მოიცა, აქამდე ჯერ ადრეა. ეხლა სხვა რაღაც უნდა დავიწყოთ ამბავი. ჯერ მოდი საერთოდ ისტორია ვაწყოთ, რა მინდა აქ და რას ვაკეთებ და აეროპორტში. და საერთოდ სად მივფრინავ. ყველაფერი დაიწყო ერთი უწყინარი ზარისგან, სადაც ძალიან მაცური შემოთავაზება იყო ნახსენები. და ვინ არის ავტორი? აი ეს ვაჟბატონი. ეს ვაჟბატონი ვინ არის და ზოგადად რა ხდება ამ ვიდეოში? მაგას უყურე და გაიგებთ. მაგრამ იქამდე მოკლედ მაინც გეტყვი შინაარსი. დედა ჩემი წლებია ემიგრანტია. 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა მან ჩამოსვლა. ახლა კი მე უნდა ჩავიდე მის ანახავად, რადგან ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და მომენატრა. მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ველოდი. დავი კარგი. იმაზე ბევრად უკეთ განვითარდა მოვლენები, ვიდრე წარმომედგინა საერთოდ. კარგად, შე როგორ ხარ? დედა ჩემი ხო ვნახე, ახალი მეგობრებიც ხო შევიძინე. ამ არხსაც ხომ ახალი სპონსორი გამოუჩნდა. Что это значит? არ ვიცი. მოკლედ, ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება. დარწმუნებული ვარ, Google Grills არავის დაგტოვებთ ეს ვიდეო. იქნება ისე როგორც სახალისო მომენტები, ასევე სევდიანი ამბები, ისტორიები და ნაწილები. ასე რომ ჩავჯიქით. სადღაცა 9 საათია გავიგუძე რა. ოსმა პაკეტ 3 რომ ვიყიდე. აღმოაჩნდა ჩიპის პრობლემა, ჩიპი არ იდებოდა რა ფიზიკურად. ჩავიდო და ბოლომდე ჩავიყვანდი და ამოვარდებოდა. მოკლედ ერთ-ერთ კომპანიაში შევიძინე, ხა იმ კომპანიაში მიმაქეს ყველაფერი და მაქსიმალურად საფასურო რომ მოვათავო ეს საქმე რომ შვიდად დაწყნარად წავიდე იტალიაში. დაახლოებით 9 საათი იქნება ახლა რაც მოვედი. წინაზე გესაუბრეთ რომ ოსმა პაკეტის შესამოწმებლად მივდივარ. პრობლემა ნახეს. პაკეტიც ახალი მომცეს, გამოცვალეს. ეხლა სწორედ მაგით ვიღებ სხვათა შორის ვიდეოს. ეხლა დრო არის რომ ჩავალაგო რაღაცა ნივთები და წავიდე ჯერ მარშრუტკით მივდივარ იდეაში ქუთაისში. ქუთაისიდან მე მაგ ფრენა მილანში. მილანიდან მაგ კიდე ფრენა რეჯო გალაბრიაში, რადგან დედაჩემი რეჯოში არის და რეჯომდე პირდაპირ რეისები არ არის სამწუხაროდ საქართველოდან. და ასე მიწევს დიდი ხანი მგზავრობა. რაც შეეხება მოგზაურობას, ეს არის ჩემი პირველი მოგზაურობა. პირველად გავდივარ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს პატარ-პატარა რაღაცები, რაც არის საბუთის მოგვარება, ბილეთების აღება, ინტერნეტი, დაზღვევა, მსგავსი რაღაცები არის ძალიან დიდი თავისტკივილი იმ ადამიანისთვის, რომელიც პირველად გადის და იწყებს ზოგადად მოგზაურობა. აი როგორც არის სოსო, კაკო, გიგი, ეგ ადამიანები, რომლებიც ბუმერაზი იუთუბერები არიან და მათი კონტენტი ძირითადად მაინც მოგზაურობას ეხება, ისინი ამ საქმეს იდეალურად ართმევენ თავს. უმარტივდებათ ეს ყველაფერი მათთვის თითქმის არაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ სოსო ჩრდილოეთ კორეაშიც კი იყო წასული და მე იტალიაში ვერ წასულ ვარ. ხო, ეს ყველაფერი კი იდეაში რთულად ჩანს, მაგრამ რაც არის ყველაზე მარტივი და რაც ყველაზე მარტივად გავაკეთე, იმას გაგიზიარებთ. ეს იყო ვალუტის კონვერტაცია. იტალიაში ყველა სჭირდება ევრო, არავინ არ იყენებს მათ ლარს. ეს ყველაფერი მე გავაკეთე ძალიან მარტივად და ერთ პატარა ხილკსაც გასწავლით. წერთ კურსი წერტილეჯი და ეგრევე გვიგდებს I am Wells. გადავდივართ კონვერტაციაზე, აქ გვიჩვენებს გასაგზავნს ლარს და მისაღებს დოლარს. ჩვენ დოლარი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ევრო. და წერთ სასურველ გასაგზავნთ ახას. ამ შემთხვევაში არის 1000 ლარი. 1000 ლარის გაგზავნის დროს ჩვენ ვღებულობთ 313.48 ევროს. გაგრძელება სასურველი ბანკის არჩევა, ისევ გაგრძელება და აქ გვასწავლის თუ როგორ უნდა მივიღოთ სასურველი თანხა. ვაკოპირებთ ანგარის, გადავდივართ სასურველ მობაილ ბანკში, ვურიცხავთ კურსიჯის მითითებულ ანგარისზე 1000 ლარის ოდენობის თანხას, რომელიც ეს არის ჩვენ შემთხვევაში თორე დაკონვერტირებულს. მალევე ჩაგერიცხავენ უკან, თან აქ ერთ-ერთი ძალიან კარგი რამ რაც არის, ეს არის კონვერტაციით. მიიღებ 3.5 ევროთი მეც. ეს ძალიან კარგი რაღაცა არის, იმიტომ რომ ხვდები რამდენად უფრო მომგებიანია ამ საიტის გამოყენება, ვიდრე გამოიტანო თანხა, ადგე, წახვიდე, დააკონვერტირო. ეს დიდი თავისტკივილები ძალიან მარტივად შორდება. თანხა ჩაგერიცხებათ მაქსიმუმ 15 წუთში. ეს მართლაც რომ მაქსიმუმ 15 წუთი არ დაგან 15 წუთით ჩემს პირად გამოსილებას გიზიარებთ, არასდროს არ დაჭიროებიათ. ეხლა კი რაც შეეხება დანარჩენს, უნდა ჩავალაგო ბარგი და მოამზადო სამგზავრებლად. ძირითადი ნივთები რაც იტალიაში დამჭირდება, ისინი ჩალაგებული მაქვს, მაგრამ ეხლა უნდა დავიწყო დამატებითი ნივთები ჩალაგება. და რა არის ეხა ეს დამატებითი ნივთები? ეს არის ნახატი, რომელიც ცუდად არის შეფუთული, მაგრამ თავარია გამძლეა. ამ ჩანთაში იმდენი რამე დევს, რომ დაიკუჭოს ეს ნახატი, მეც გადავყვები თან. რა ნახატია და ვისთვის არის ეს ნახატი განკუთვნილი, ამას ვიდეოს უყურებ, გაიგებ. მაგრამ ამ ნახატის გარდა კიდე არის აქ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები, რაც უნდა წავიღო იტალიაში. პირველი რაც არის, ეს არის დედაჩემისთვის განკუთვნილი საჩუქარი. დედაჩემს, რავი, ვინც იცნობთ, იცით, რომ დედაჩემი სათვალეებს იყენებს, ჩემსავით. ყოველთვის უნდა რომ ქონოდა რაღაცა ისეთი პლანშეტი ან რაიმე ტაბლეტი. თავარია რომ დიდი ეკრანი ქონოდა, რომ მარტივად წაიკითხა, მარტივად ეყურებინა რაღაც ვიდეოებისთვის და მეც გადავწყვეტე, რომ მისთვის მეჩუქნა iPad-ი. რატო გადავწყვეტე მაინც და მაინც iPad-ის ჩუქება, იმიტომ რომ პირველ რიგში მას სურდა iPad-ი. ყოველ თვეს იძახდა, რომ ამ თვეს ამისთვის ამჩება ფული. რადგან გადავწყვეტე, რომ ჩავსულიყავი და გამეხარებინა მისი გული ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებით, მეთქი რატომაც არა და iPad-იც შეძენილია. შევდე ამასთან ერთად. და ძალიან მოსაფრთხილებელია სხვათა შორის. მეშინია რომ რამე არ მოვიდეს, მაგრამ it's okay. და როგორც გაგაცანით, ჩემი არხის
და ამ ვიდეოს მთავარი წარმდგენი ვინც არის, ეს არის კურსი G, მაგრამ კურსი G-მ ხო დამიფინანსა ეს გზაურობა და გადაწყვიტა რომ დამდგარიყო მხარში რომ დედაჩემი გაიხარებინა. ეს არ იგმარის. კიდევ გამოგზავნის რაღაცა საჩუქარი დალუქ მდგომარეობაში და შეფუთეს. არც ვიცი შიგნით რა არის. პირობა დამადებინეს სხვათა შორის რომ იქამდე არ გაიგებ ამ საჩუქარში რა დებს, სანამ უშუალოდ დედაშენს არ გადასცემ და ერთად არ გახსნით. მე თქვი, ნუ ოკეი, და რადგან პირობა არ ვიცი რა დევს, როგორც თქვენ ხართ ინტრიგაში, ისე ვარ მეც ინტრიგაში. ამასაც აქ ჩავდებ. სად არის ჩვენი 8 კილო? აი ეს არის 14 თებერვლის ვიდეო. აქ წარმოდგენიც კი არა აქვს, რომ ხვალ 15 თებერვალს არა ონლაინ, არამედ რეალობაში მიხილავს. ეხლა მოვედი ორთაჭალის გაჩერებაზე. აქ უნდა გავყავ ომნიბას და გამოიცანით აქ ვინ დამხვდა? თამთა. თამთა, გამარჯობა თამთა, როგორ ახლა? ჰაით, როგორ იქნება მიდიხარ? აღარ შემიძლია. სულ რაღაც 11 დღით და ამათ უნდა გავყავ ახლა მე. ნახევარი საათით ადრე ვარ ფოსულები. ეს რაღაცა ვუყიდე, მეთქი გზაში ჭამეთქო და ჯერ გზაში არ არის და ჭამს. შაურმა მინდა. გამოვიძახოთ აქ ნახევარ საათში მოიტანა და ჭამოთ. ამაგ მართლა გააკეთებს. თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე გზას ზუსტად 3 საათ ნახევარი დასჭირდა. ამ გზას ისედაც მეჩვეულები ვიყავი და უბრალოდ მეძინებოდა, სხვა არაფერი. დაღლობა კი დაიწყო უკვე შემდეგ, მილანში ჩაფრენის დროს. ჯერ რა ხდება რა ვარ. ვიდეო ჩეკინის როგორც განახეთ შესრულებული არის, შემოწმებაც გავლილი არის. ჩასხლები რომ დაიწყება ჩავსხდები და წავალ მილანში. მილანიდან შემდეგ უკვე მომიწევს იქ ცოტა ხანი 1-5 საათი ალბათ ლოდინივით ვფრინავისთვის. მილანიდან შემდეგ წავალ რეჯო გალაბრიაში. რეჯო გალაბრიაში დამხვდებიან ჩემი მეგობრები, მაქსიმი და კაზია და შემდეგ უკვე შედგება ის ანატრელი შეხვედრა, რის გამოც მივდივარ იდეაში იტალიაში. აბაჰე. ბანალურობაში არ ჩამომართოთ, მაგრამ მართლა სასწაულად მაღალი ფასები აქვს აეროპორტში ყველაფერს. ეხლა არის დილის 5 საათი. დაახლოებით 1 საათში და 15 წუთში არის ფრენა ჩვენი. ზედა ძილი მომერია, მაგრამ არა უშავს. რომელიც ავარია გასასწორებამდე მიგიყვება. Now we are going to show you how to set up. პატარა კომენტარი შიშთან დაკავშირებით. კარგი არის რომ არც აფრენის შემშინები არც დაფრენის და არც არანაირი წინადგრძნობა არ მქონია. ამაში გამემართლა. მილანში ჩამოვედი, მაგრამ ეხლა უნდა ვიპოვო რეჯო გალაბრიისკენ მიმავალი თვითმფრინავი. და აქ იმხელა აეროპორტია. ჯერაზე არ ვარ, სად ვარ? ვიღაცავს ნახავ ვინამაც ინგლისური იცის. აი აქ სამწუხაროდ ძალიან მცდარი იმედები მქონდა, რადგან ჯერ ჩემი ინგლისური როგორი საშინელია და შემდეგ კიდე იტალიელებმა თითქმის არავინ არ იცის ინგლისური. ეგება გავაკულიო გზა სადმე. ვიღაცა იტალიელი კაცი ვნახე და მითხრა Georgian passport და კი მეთქი და მაშინ აკეთებდა. აი მე რაც ვიარი და მე რაც ამას წერები ვარ ტყი. ეხლა ამდენ ხალხში უნდა გავივალო წესით გზა და ესეც თუ არასწორი ლოკაცია დავბრუნდები საქართველოში. მე მგონი არ დავეკარგე, იმიტომ რომ რავი გამოვიკითხე მეორე სართულზე გამომიშვეს. ვიცი, ეხლა ჩეკინის სივრცე წესით აქ არის. იდეაში ჩემს ფრენამდე დარჩენილი არის 4 საათი. ფრენამდე დარჩენილი არის სულ რაღაც 2 საათი. ლოდინი დიდი საქმე არაფერი არ ყოფილა იმასთან შედარებით, რომ გაიგო სად უნდა დაჩეკინდე, რა როგორ უნდა გაიარო, მოკლედ შემოწმება იყო ძალიან სასაცილო. ოკეი, მანდ გადაღება არ შეიძლებოდა და არ მაქვს ეკადრები, თორე კი ვიხალისებდი. და ერთადერთი რამ რაც მაინტერესებს, მონიტორებზე ცხადდება ნომრები. იდეაში არ ვარ მორიგდებული ადამიანი კითხვაზე, რომ უბრალოდ ვიკითხო, რომ სად უნდა ველოდო ნომრის ჩვენებას, მარტივად მივიდე და შემდეგ თვითმფრინავში ავიდე. ყველა საჭირო ოპცია უკვე გავლილი მაქვს რა, ერთადერთი არის დარჩენილი ნომრის ამოვარდნა, ჩემი თვითმფრინავის მოსვლა და ჯაჯდომა. ეს ვერ გამაგებინეს. ანუ ვერ გამაგებინეს არ ვიციო მეუბნებიან. ანუ აქ მუშაობენ, ერთი ძალიან უხეში აღმოჩნდა, ეგრევე წამოვედი მაგისგან, მეთქი ალაუთ ყარა გამანებით თავი. რა კარგი არის ქუთაისში ახლა წარმოიდგინე, ქუთაისში მივედი, ერთი ადამიანი იყო, მან მომშავე ვინც იყო და ვკითხე, პირველად ვარ მეთქი რაღაცა, პირველად მიფრინავ თქო და ისე დამაყვალიანა მეორე ადამიანთან მისვლა არც მომიწია. პირდაპირ მივედი, ისე მშვიდად და წყნარად ჩამოფრინდი, რომ მეტი არ შეიძლებოდა. აქ კიდე, აქ არ ვიცი, აი.
მენა მაპახავეს. ხოდან ისე რაზე მეცინება იცი? ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რამდენად სპონტანური გადაწყვეტილება იყო ეს, აქ ჩამოსვლა და დიაში მაქსის ბრალია ეს ყველაფერი. ნუ, კარგი გაგებით რა თქმა უნდა. მაქსიმს გაიცნობთ ეხლა 2 საათში ჩავალ რეჯოში და იქ დამხლება. გაიცნობთ როგორი ადამიანია ეგ და თავისი მეუღლე, შემიწყვეს ხელი აქ ჩამოსვლაში, მათ მითხრეს სხვათა შორის რომ ჩამოდიო, გაახარო დედა შენი. არ მქონდა ისე მყარად გადაწყვეტილი იტალიაში ჩამოსვლა, სხვადასხვა მიზეზების გამო. დასარჩენზე პრობლემა არ არის, ჩვენთან დარჩა ერთადერთი ჯიბის ფული. მეთქი ოკეი, მაგრამ ესე უცებს ჯიბის ფულიც არ მაქვს რაღაცა. თან YouTube-იც ახალი დაწყებული ხომ აქვს. რაღაც კომპანიებს მივწერე, მეთქი, ბევრი გამომწერი არ მყავს, ძალიან ახალი ვარ, რაღაცა უბრალოდ მაგ ასეთი გეგმა რომ გავახარო დედა ჩემი თქო. რაღაც უნდა მივწერე რა მეილზე. რამოდენიმე კომპანიას. პასუხი არ მომეღია. არც ერთისგან გარდა ერთისა, ვიდეოს დასაწყისში უკვე ნახეთ კურსი G. ერთადერთი კომპანია, რომელიც ძალიან მალე დამიკავშირდა. აი მართლა ძალიან მალე დამიკავშირდნენ, ძალიან მალევე დაიგეგმა ეს ჩვენი წასვლა. ის ხო არ იკმარეს, რომ ეს მოგზაურობა თავიდან ბოლომდე დააფინანსეს. მაგას დამატებული დედა ჩემისთვის ცალკე საჩუქარიც გავუმატანეს, პატარა ინტრიგნული საჩუქარი რომელიც სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს რა არის. მოლი ორი ადამიანი გაგვახარა რა, ერთი მე და მთავარი გმირი ამ ვიდეოსი დედა ჩემი. ნუ მე ძალიან გახარებული ვარ, დედა ჩემი ჩემზე 100 მაგად გახარებული იქნება ალბათ, იმიტომ რომ დედის ემოციები ყოველთვის ბევრად უფრო ძვირფასი და აღმატებულია ვიდრე შვილის. ხო, პირველი მოგზაურობა და უკვე მეორე თვითმფრინავის გამოცვლა მიწევს. პირადი რეკორდი. აი აქ მეგონა რომ ფანჯარასთან არ მიწევდა ჯდომა. არა და აღმოჩნდა რომ უბრალოდ ადგილი ამერია. რაც შეეხება ადგილებში ძალიან გამიმართლა. სულ ჯამში მომიწია 4 სხვადასხვა თვითმფრინავით ფრენა და აქედან 3-ში ვიჯექი ფანჯარასთან. რეჯო კალაბრიაში უფრო და უფრო ახლოს ვარ. ეხლა უნდა მოვძებნოთ მაქსიმი და კაზია. ესეთ აქ უნდა იყვნენ. ოიე, გამარჯობა. როგორ ახარ? გამარჯობა. Andrei. ლევან. როგორც იქნა ჩამოხვედი არა? როგორ მოფრინავდი? მილანიდან სულ რაღაცა 2 წუთი და ეგ არის. Simon. რის გამო ჩამოვედი იტალიაში ის მოხდება. La gazırdeli kardı. Ari bir öndedim. Madlu barcam o tirado armitari. რა არაფერი მაგარი ადამიანი უნდა განახლოთ მეთქი და აბა მას ისნობთ. ეხლა დიდი ხანი ვერ ნახეთ დედიკო, მაგრამ არა უშავს. სამსახურში მიდიოდა. უბრალოდ ვერ გავთვალეთ ეგ მომენტი კარგად, რომ უფრო დიდი ხანი გვენახა. ეხლა მე და მაქსიმი შემოვედი, პიცა უნდა ავარჩიოთ და პიცა უნდა ვჭამოთ. ხოთა რა იქნება. ხო, რაც შეეხება ხა იმ ნაწილს, რომ დიდი ხანი ვერ ნახეთ, სამსახურში ეჩქარებოდა. იდეაში რაც შევძელით, ისიც ძლივს გადავიყენდეთ და რთული იყო ემოციურად, ალბათ მივხვდები. ან იდეაში კარგიც არის, რომ დღეს ყველაფერი ერთად არ მოხდა, იმიტომ რომ ეხა ჩემი აზრით ამ საჩუქრებს რომელიც მისთვის მაგამზადებული, ცალკე დღეს გადავცემთ, უფრო მეტად რაღაც ისეთი იქნება, აი ტორტზე ბალი იქნება ეს ჩემი საჩუქარი iPad-ი რაც არის და კურსიჯის საიდუმლო საჩუქარი, რომელიც მაინტერესებს რა. ხა და მოკლედ ველოდებით და ჩემი დასვენების დღეს რომ ერთი დღე თლიანად გავატაროთ. მართლა ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. როგორ ვიყავი იცი, აი მეთქე კამერას გავაგდებ ხელიდან, რა გადაღება არის გადაღება. ხო რა ვიცი, ემოციებზე მე რა ვისაუბრო არ ვიცი, აი თვითონ კადრებიც ალბათ ლაპარაკებს ჩემს ვაგიურად.
გამარჯობა. სანამ დედიკოს დასვენების დღე იქნებოდა, მასპინძელმა მაქსიმმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ქალაქის სხვადასხვა ადგილი დაეთვალიერებინა. ამჯერად სანაპიროზე გავედით. აი მანდ არის ქალაქი მისინა. ეს უკვე არის სიცილიის ნაწილი. ცოტათი თოვლს ხედავ, ეს არის ეთნა, ვულკანი. ოდნავ მაინც მოჩანს. აი ეს უკვე ის კადრებია, როდესაც კარგი ამინდი იყო. კი, ყველაზე დიდი ვულკანია ევროპაში. დასაბანად შევიდეთ, წავედით. შეხედეთ, თოლია. ეხლა მოვედით ყავის დასალევად იტალიურ ბარში. დღეს რას დავვლევთ? ნორმალი. რას შეჯამ? სწორედ იმას, რასაც ეს კრუასანი არ გეგონოს, მაშ რა არის? კორნეტო, მაშინ შევჭამ კორნეტოს. მე არ შევჭამ კორნეტოს. არაპირებს, არა. საერთოდ არაპირებს. Grazie. არ ჭამს კორნეტოს. Da. Da cioccolato. Guarda. Я у него уже не живу. Я ближе. Пошел. Цитрусის გემო. Не то, что я просто 80. Что, завод? Ближе сюда. მეორე გაჩერება ყავის დასალევად. Pici per sai. Bellissimo. კადია მითხრა რომ სვიტრი ალკოჰოლისტისას გავს. დღეისათვის რა გვაქვს? დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოპულარული შოტლანდიური ვისკი. The Glenlivet. ეს ვისკის ქარხანა როგორც აქ წერია დაარსდა 1824 წელს. მე არ გამისინჯია ვისკი არასდროს. ეხლა ვსინჯავ პირველად. ეს ადამიანი კი ვისკის მოყვარულია და უყვარს. კარგად. ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული შოტლანდიური ვისკია. ეხლა კი თქვენი აზრი ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჯერ არ ვსინჯევთ. ის იყო დაძველებული 3 სხვადასხვა მუხის კასრში. ერთადერთს ეხლა რასაც ვგრძნობ ეს მწვანე ვაშლია. საერთოდ არ არის გამორიცხული რომ მანდ იყოს. ნოტები უფრო ხილისებრია თქმილი. ძალიან პატარა ყლუბებით უნდა დალიო და უნდა წრუპო. აი ქართული ჯაჯის ასე დალევა შეუძლებელია. აი ქართული ჯაჯა უნდა დალიო თუ გვერდით ყავს ვიღაცა, აი რომ დალევ და მერე რომ ხელს ჩაკიდებს და წაგიყვანს. როგორია? ულახდილად ტკბილია, გემრიელი. მცირედი ალკოჰოლით. 40 გრადუსი ნორმალურია. გავაგრძელეთ. ფიქრობ რომ სუბტიტრები კი არა, უბრალოდ ჩვენი ხმები გავახმოვანო. შეიძლება რატომაც არა. უფრო მარტივი იქნება ვიდრე. კი. ეს ლაფროია. ეს ვისკის ქარხანა ლაფროიკი მდებარეობს კუნძულ აივაზე. ესეც რა თქმა უნდა შოტლანდია. 4 კასრი. მიახლოებით 2 წელიწადნახევარია მაგ. ნახე კიდე ცოტა არის დარჩენილი. ხელად ძვირფასი სტუმრებისთვის გინეცველი ძვირფასი და ძვირფასი. აი ახლა დიდ ცხოვრებას იგრძნობ. ნუ ეს უფრო ღია შედარებით. სუნი აქ ძალიან წამლის. აი ისეთი შტაბეძლება მაქვს თითქოს აფთიაქში შევედი. ეხლა გემონახე. გემოზე ზუსტად ისა რაც სუნზე. სასიამოვნო პირველია. ბევრ კითხვას და ინტერესს მეორე ბადებს. საინტერესო მიდგომა. აი მეორეს ვაშლის საერთოდ არ უხდება. ეს დღე ასე ალკოჰოლი დასრულდა, ხოლო ხვალ უკვე დედა უნდა ვნახოთ და ადრე წავედი დასაძინებლად. ნაჩატუზი? ნაჩო? всё. ანუ იდეაში ქალაქის ცენტრში გავდივართ ახლა. პირველად მოგზაურობთ. აი ამით. მალე ვიქნებით დედიკოსთან და მე პატარა გასეირნება პატარა რაღაცეები და მე წავალ დედიკოსთან დავრჩები რამოდენიმე დღე. მე ისე უკან დაბრუნდები მაქსიმთან და გაძიასთან. აბა დროებით. კარგად, შე როგორ ხარ? დავიდით. Გამარჯობა. Пойдём по местам боевой славы. თვით შეგრძნება როგორ არის ქალბატონი ხათუნა რო გითხრათ? რა ბედნიერება როცა შვილს ხვდები. რა ლამაზად გამოიყურებით მინდა აღნიშნო. როდის ვიყავი უშნო. არასდროს არ ყოფილიყარ თქვენ უშნო. დედა ჩემი როგორ შეიძლება უშნო იყოს?
აი, ახლა დღეს ვაპირებთ რავი, გავისეირნოთ სადმე, ყავა ჩაი დავლიოთ. რაღაცები ჭამოთ. ვიცავ ჭამოთ, სადმე კაფეში დავждეთ. დავჯდეთ? ეგ არის, კაი, მოიცადე დაიგავი ეს? აი, ახლა. Все, отработало. ახლა უნდა დავსინჯოთ ნაყინი. და Era al tavolo 5,50, un euro per tua persona. Ok? Allora mi accomodate al tavolo. La panna, sì, sì. Va Я ბრიოშინი. მოკლედ მივიღებთ ახლა გადაწყვეტილება და ნახოთ რა იქნება. მოკლედ ესენი უკვე თავენ ჯერ ეს რა ქვია, ნაყინებს. მე იქამდე აგერ ჩემ მიკროფონს ვაწყობ. ახლა მალე დავამაგრებ დედაჩემს და ნახოთ. რეაქციები უფრო კარგად შეიძერება. აგერ გვერდზე მიზეს, მაგრამ ჩვეულებრივ ლაპარაკობ. ჩემი აზრი არავის არ აქვს. Ихтеба, хоть. Микрофон. Уже минуту снимается. Да, знаю. И что, не проблема? вкусно, и потом это можно 2 дня не есть вообще. Да. Не. Нас хорошо видно. Хорошо вас видно. Так, начнем тогда. Да. Хорошо. Не, ничего. Просто. Нахисо მოიტანენ, რაღაცები დაგისკოცე და რაღაცები გადავიღოთ თან. ოკეი. შენთვის მაგ საჩუქარი მე. Подожди. ხო, საჩუქარი მაგ ახლა და დედიკოს უნდა ვაჩუქე, ჯერ აზრზე არ არის. კი, შენს გადაიღე, არ არის პრობლემა. ჩემი საჩუქარი შენ ხარ. ნე, დედა, კიდე მაგ საჩუქარი. არ გინდა? არ მინდა. როგორ არ გინდა? ვოთ, ეს არის შენთვის საჩუქარი. შენ ხო გახსოვს რომ იძახდი რომ აიპადი მინდა, ყოველთვის იძახი რომ ფული არ მყოფნის ეხაო და მე შემდეგთვის იყო, შემდეგთვის იყოსო. ეს შემდეგთვის არასდროს არ დადგა და მეც მოვაგროვე ეს ფული და აგერა, რაც არის? აი მე შენ გენაცვალე. თან 1 9 7 2 2 2. კი. გეხუთი. მოგოძე? მოკლედ, ერთადერთი რაც იქნება გასაკეთებელი შენი Facebook და რაღაცებია. ეს ერთი საჩუქარი მზად არის, მაგრამ კიდე არის მეორე საჩუქარი. ყველაფერი ამით არ მთავრდება. ეს მე ამას მე დავადგა თავი, მაგრამ ეხა არის ერთი რაღაცა. რო ჩამოვედი მაშინ გაინტერესებდა ეს როგორ ჩამოხვედი თანხები საიდან მოიტა ეხა. მე ხო იცი აქ YouTube-ი რომ აქ ვიღაცებს დაუკავშირდი, ვიღაცებს მივწერე. ბევრმა კომპანიამ ეხა უარი მითხრა რაღაცა, მაგრამ ერთი კომპანია გამოჩნდა და ხელად კურსიჯი ასეთმა ქართველმა კომპანიამ გადაწყვიტა რომ დაეფინანსებინა ჩემი ეს მოგზაურობა. კი, აი მაგათმა აიღეს ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. ეს ერთი კეთილი საქმე კი გააკეთეს, მაგრამ ეს არ იკმარეს და დედა შენისთვისო გატანთო კიდე რაღაცა პატარა საჩუქარს, რომელიც არ უნდა გახსნავ, არ ვიცი ახლა მე არ გამიხსნია ეგ სახში, პირობა დამადებინეს, რომ სანამ იტალიაშიო დედა შენთანო არ იქნებიო, იქამდე არ უნდა გახსნავ. არ ვიცი მართლა რა არის. აი აქ არის. Достала салфеточку. უკვე? Салфеточки. Уже? А, уже? აქ არის ეს საჩუქარი, მართლა არ ვიცი რა არის. ყველას გვაინტერესებს, არავინ აზრზე არ არის. ეს უნდა გახსნა შენით. ნუ ცოტა შეიძლება მგზავრობიდან და რაღაცა, მაგრამ იმედია მოპატიებთ. ხატნახა ალბათ თულია თქვენი სიხარული რამეს გადააფაროს, მაგრამ ჩვენ მცირე საჩუქრით მის გაძლიერებას მაინც ვეცდებით. თქვენ ნამდვილად ყავთ ამაყო შვილი, რომელმაც თავისი საჭიროებები გვერდზე გადაგა და თქვენზე იზრნა. თქვენ კი გონიათ, რომ მსგავსი საქციელი ყოველთვის უნდა დაფასდებოდეს. ამიტომ როცა ლევანიშინ დაბრუნდება, მას უკვე ელოდება ახალი პლანშეტი. შეუძლია საკუთარი საქმისთვის გამოიყენოს საჩუქარი, რომელიც ლევანის მთელი დრო თქვენი ეგონა, სინამდვილეში მისია და ცოტათი თქვენის, რადგან შვილის ბედნიერება ყველაზე დიდი საჩუქარია. ერთად გატარებული ბევრი ბედნიერ დღეებს გისურვებთ. Что это значит? ანუ გამოდის საჩუქარი, რაც მე შენ გაგიკეთე, თუ მე მევაჩუქე. Чего? ვახ, ძალიან დიდი მადლობა კურსიჯი, მართლა ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი იყო, რაც კი შეიძლებოდა. არ ვიცი, 3 მაგი მადლობა უნდა გადაგიხადო და 10 მაგი მადლობა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, მე ძალიან ბედნიერი. ანუ ძალიან უხერხულად ვარ ისე რომ ვთქვა და როგორ ვარ იცი, მერიდებასავით.
მეგი სიტყვები არა მაქვს. ამ წერილს მუდამ შევინახავ და სულ ჩემთან იქნება ესეთი თბილი წერილი და მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის. ის საჩუქარი რომელიც წინაზე ვახსენე რომ ტორტზე ბალი იქნებოდა თქო, ეგ საჩუქარი სწორედ ჩემთვის აღმოჩნდა ტორტზე ბალი, რადგან ამ ყველაფერთან ერთად პლუს ეს საჩუქარი სასწაულია. Только ну вот оно. Можно потом. Там не ходи там далаха. აბა გამაგეთო. ამოშალი ამოჯერი. ჩემი რეაქცია იყო შოკი. ბევრჯერ მიფიქრია ესეთ ამაზე ნეტა Facebook-ში ვხედავდი რომ მშობლები ხდებოდნენ დედებს მოულოდნელ სიურპრიზებს აკეთებდნენ და ვფიქრობდი რომ ნეტა დადგებოდეს ისეთი დღე მეც რო ჩავეხუტებოდე ჩემს შვილს მეთქი და აი მართლა არ მჯეროდა რომ ესეთი რაღაცა ჩემში მოხდებოდა შაბათს ტელეფონით ველაპარაკები ბავშვს თავის ოთახში არის და პარასკევს კვირას 5 საათზე ბავშვი იტალიაში რომ ნახავდი აი ეს შოკი იყო ჩემთვის ნაღდად ამას არ ვიფიქრებდი ეს იყო შოკი საოცრება წარმოიდგინე შაბათს საყამოს გელაპარაკები და სპეციალურად გავაკეთე ეგეთი რაღაცა მეც მეთქე ეგეთი ემოციები და ისინი იქნება თქო შაბათს საყამოს ველაპარაკები გამარჯობა რომ ხარ კარგად შაბათს საყამოს ველაპარაკები ბავშვს და კვირას რეჯო კალაბრიაში მოდის ბავშვი არ დაშობდე ახლა კარგი წავიდეთ აბა გავისერნოთ Bene გადავთარგმნი. ახალობი ჯერის მოვიდა, ხან ჯერა დედასთან ყავიზალევა. მაქსიმთან თითქმის ყოველ დღეს ყავს რომ და რაღაცა და ეხლა აქაც მოვიდა ჯერ. ხო. არა დედა. მე რაც ახლა Mamma che lignata! Ai. Ну ხო, ახლა ფუტბოლ. ფუტბოლს დაანს. პროვა და მე. დედან ერთად სპაუნდი. ეს შეხვდა ეს მე ვარ კი. ოდნავ ხუთი შეხვდა. ეს თანთა, მე და თანთა. კი, ამას ვეძებთ თავის ხელია დაძავილი საჭირო ადგილასთან საზოგადოებრივ. აი ამისა. რესტორანი ისევ უნდა გავყვეთ. მარტო თბილისში არ ყოფილა თურმე საცობი, რაკაც ნახეთ რამდენი საცობია. ცოტა კი დავეგაგეთ, იქით-აქეთ კი მოდიალით, მაგრამ მაინც მივაგენით ტერასაზე გასასვლელს. ახლა ვიდეთ ტერასაზე და ვნახოთ როგორი ხედი იქნება. ეს მუზეუმი არის, რომელშიც ვიყავთ. რამე როგორ გამოეხურება. პროექტორები ანათებს. საღიდლების დროს მოვიდა. არა, მეზიზღება. ეხლა არის საშყოფნის დღე. პირველი დღე დილა არის. და ჩემ რაღაც ხარაკეთა. მე რაც შეყვარს ეგენი ქართული საჭმელები და ეხლა ჩავიდე და მოვჭამო. აი ამას იყო გუშინ თავი რომ ვარტყია. ამას.
ეხლა სად მივდივართ, ვინ უნდა ვნახოთ? ჩვენ ვივდივართ ახლა მარია ფრანჩესკა უნდა ვნახოთ. მარიამ ფრანჩესკა ვინ არის? მარია ფრანჩესკა არის ერთი კარგი ლამაზი გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარს. აი აქ დევს ის ნახატი ვიდეოს დასაწყისში რომ ალაგებდით ჩანთას მაშინ რომ განახეთ დაგითხარით დღესა დედეკოს მახლო მეგობარი რომელიც ჩემი ოჯახი. ხო, ნუ ოჯახის წევრები არიან ერთმანეთთან, ძალიან ახლოს და მეგობრულად არიან და განახებთ მე იდეაში ნახატს როგორ გადავცემ. ძალიან მყუდრო სახლი აქვთ აქ. ეხლა შემოვედით ოჯახში და აი აქ ერთი ასეთი ნახატი რომელიც მე ადრე დავხატე ამ ოჯახს, რადგან მათ ყავთ გარდაცვლილი ვაჟი, ახალგაზრდა. აქ მეორე ნახატი არის მათი. Mamma mia. Come? Uguali. 100, vero? ამ სევდიანი ამბის ფონზე ენცო მაინც გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ეჩვენებინა თავისი მარანი, სადაც ინახავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. უკვე რამოდენიმე ათეული წელია. ამბობს, რომ რთველის პერიოდში აქაურობა, რა თქმა უნდა, ყურძნით სავსეა, იწურება და შემდეგ ჩადის აი აქ. აი აქედან კი უკვე პომპით ამოაგდა ანაწილებს სხვადასხვა რეზერვუარებში. Con la pompa che aspira e le metto dove voglio. ამაში 200-იანია თუ რამდენიანი? Questo acciaio 200. ხო, აქ ამბობს ენცო, რომ რაც მისი შვილი გარდაიცვალა, ის ამ საქმეს თავს მარტო ვერ ართმევს, რადგან მისი შვილი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის გაკეთებაში ეხმარებოდა, თუნდაც ამ მძიმე კასრების აწევაში. სწორედ ახლა ეძებს იმ 30-ზე მეტი წლით დაძველებულ ღვინოს, რომელიც პირველად მის ქორწილში ჩამოისხა. ის დღემდე ინახავს ამ ღვინოს, რადგან მას სურდა, რომ ეს ღვინო გახსნილიყო მისი ვაჟის ქორწილში, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია. No, lui piace gatti. Sì. 63 4 წლის. ჯერ კიდევ მუშაობს. კი მუშაობს. Ancora ci sono i libri di Pasquale. შიგნებში. Pasquale andava all'università. სამი დადიოდა უნივერსიტეტში. სამორეთ. აბაჰე. მოწყვეტა ერთი ფამილი მოვიყარო. გასაკეთებ. ყველს იყარო. დიდი აბა. მიყვარს. ესეც მე ჩემს თავს რა უკეთე საჩუქარა. ეს სისტემა იყო შერატო ვერ მოთვინეო. შერატო ვერ მოთვინეო სისტემა იყო. რატო ვერ მოთვინე? რატო ვერ მოთვინე? მე რო დამჭირონ დამაპატიმრო. Какие подписчики, звезда YouTube у нас. რამოდენიმე დღის შემდეგ მაქსიმა და ამერიკა და მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით რაღაც ადგილები უნდა დაგვეთვალიერებინა და წამიყვანეს მანქანით და დამათვალიერებინეს მათი საყვარელი ადგილები რეჯო კალაბრიაში. დღეს გადავწყვეტით რომ წავსულიყავით სხვადასხვა მარშრუტით. პირველი მარშრუტი იქნება დიდი ალბათობით პიცო. აჰა, იტალიაში ვარ და მივდივართ პიცოში. აი ამ მაღალი ძავის ბოძზე იყო გაჭემული რამოდენიმე კილომეტრის თოკი, დაახლოებით 3.6 კილომეტრის თოკი, რომელზედაც ადამიანმა გაიარა ფეხით. შორს კიდევ თუ დავაკვირდებით, ოდნავ მოჩანს ვულკანის სტრომბოლი, რომელიც ამჟამად აქტიურია და კვალს უშვებს. ამ მომენტს რაც შეეხება ანდრეის აღმოაჩნდა სწორედ ის კამერა, რომელზედაც მე წლებია ვოცნებობ. Fujifilm-ის X სერიის ერთ-ერთი კამერა. X100VI. მოვა დრო დავიყიდი.
ბურთის ფორმის ნაყინები ნორმალი. აი აქ ტრადიციულს ეძახიან, მაგრამ შეგიძლია სხვადასხვა გემოების აირჩიო. აი მაგალითად ეს ფისტაშკის თეთრი, რასაც არ უნდა ნიშნავდეს. აი ეს მეგრული არის უეჭველი, ხო? ორი გვინდა ფისტაშკის და თუ შეიძლება ერთი მოგვეცით ნორმალი. მოგვიტანე შენი ნაყინი და ამას ქვია ტარტუფო და? ტარტუფო. ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის დროსაც ყველა იმას მეუბნებოდა, რომ საოცარი ნაყინები აქვს და აუცილებლად უნდა გასინჯება, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი. ჩვენ იტალიის სამხრეთით ვართ და ხაჭაპურს ვჭამთ. ეხლა ვიმყოფებით იტალიის ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ცოტა ხანში გავიგებ და აი აქ დავაწე. ნუში. უკვე შემერჯა. აი ეს უნდა გავსინჯო იმას. ყოველთვის უყურებდი ინტერნეტში, როგორ ჭამდნენ, მაგრამ რეალობაში არასდროს მიჯამია და მქონია შანსი. აი ხო გითხარი, ხელით მაგას არ უნდა შეეხო. თითქმის გემო საერთოდ არ აქვს, მაგრამ თან აქვს. რაღაცნაირად უცნაური გემო. კაქტუსს ვჭამ პირველად ცხოვრებაში. არაჩვეულებრივ ხედებთან ერთად კაციამ ასევე გვასწავლა თუ როგორ შეიძლება ზეთის ხილის ხის ასაკის გამოანგარიშება. ეს დამოკიდებულია მის დიამეტრზე. თუ მისი დიამეტრი შეადგენს 2 მეტრს, ის შესაძლებელია იყოს 600-დან 700 წლამდე. ის ხე. მაგრამ დღევანდელი მოგზაურობა გამოდგა კარდიო, ვარჯიში. სულ აღმართებია სასიარულე. ჩვენი დანიშნულების წერტილი არის ეს ციხესიმაგრე. და იქამდე ჯერ კიდე რამდენი დარჩა. გერგეთის ეკლესიასავით არის ასასვლელი. მაგრამ გერგეთზე უფრო ცუდი გზა ვიდრე აქ, მაგრამ აიც გავს. აქ ხედი ძალიან ლამაზია. აქ ჩავარდნელა წინაზე ვიღაცა და შემდე აგდია აქ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ზეთის ხილის ხე. მას ერთვარია ზუსტი ასაკის თქმა, მაგრამ ძალიან ძველია. აი, თითქოს მოვედით, ცოტა დარჩა. მაქსიმი და კატია ხუმრობენ, რომ ერთადერთი ადგილი არის, სადაც ქართველებს ფეხი არ დაუდგამთ და აღარ არის უკვე ერთადერთი ადგილი. ეს ალბათ ხუმრობით, მაგრამ მაინც. არ თქვა ხარო დაკეტილია. მინკა და ციხესიმაგრეს არ გამოგიჩით. დაკეტილია, მაგრამ უნდა გავახსო. მობრძანდით განაცალე, მობრძანდით. თავი ეგზაინით როგორ საკუთარ სახლში. მადლობა, დიდი მადლობა. აი ეს არის ის გზა, რომელიც აქამდე მოსასვლად გავიარეთ, ნაწილი ყოველ შემთხვევაში. აი აქ უნდა შევძრეთ ახლა. დაინტერესა მე რამდენი წლის არის ეს ციხესიმაგრე უნდა მოვძებნი. აქ რაღაცა შესასვლელი ვიპოვე. ვაუ. ტურები ტარდებოდა ასეთ მშვენიერ ხეთზე. ხო, აქ რაზანების ბუდეა ახლა. დავით. კარგი იყო ხო შენ. Приключения ты ищешь. რაც იტალიაში ჩამოვედი, კი მოვემატე ზონაში და საჭირო იყო ეს.
მაგალითად 1 საათია დაახლოებით ხსაში ვარ და რაღაც ახალი გზით მივდივართ, რომელიც თვითონაც არ იცოდნენ და ახლა აღმოჩენაში ვართ. და იმედია მარშრუტამდე მივავალთ. მე რა გვიჭირს. Катю, подождем. Ну, сейчас ხეარებს და როგორი ლამაზია. ეხლა განსაკუთრებით ლამაზია ქავრობა. ნაცნობი გზაც გამოჩნდა მაქსიმის და გაძიასთვის და აქ უკვე ავტობუსის გაჩერებასთან ვართ მოსულები, რომელსაც 1 საათი უნდა ველოდოთ. აქ აღმოაჩინეთ რაღაცა ბარი ვითარი, ყავა, ჩაი, კრუასანი, კაფე. Buonasera. Permesso? Avanti, accomodatevi, buonasera. Buonasera. Salve. Salve, buonasera. Due G. I'm from Lui è Giorgia. Lo Giorgiano. Giorgiano, Saumaggios. გაუმარჯოს. მადლობა. Madlova. Io sono Giorgiano Caumaggios. გაუმარჯოს. Cescia, Legna, Negrello. Sì, questi è Giorgiani, ma აქ ეს მამაკაცი დაინტერესებული იყო მეგრული სიტყვების შესწავლით და სხვათა შორის ძალიან კარგად გამოსდის. I love you in Megrelian. Ma si mi orc. Massimior. Wow! La siamo di origine greca. შენ რა აქცენტის გარეშე თქვა ეს რაღაცა ახალია. vostro per lui. Vino, poi c'è poco. No, lui studia per fare il vino. Ah, bravo. Sì, è vero. Sì, sì, Io ho è vero. studiato vino. დავაგემოვნოთ აბა იტალიური ოჯახური ღვინო. Fragola. Sì, molto. Salute. La frutta, sì, si sente. Salute, გაუმარჯოს. Caumaggios. გაუმარჯოს. Caumaggios. Non è dolce, non è ეს ახალი ღვინოა? არომატი ახლისა აქვს. 1 წლის არის ეს ღვინო სულ რაღაც. Mi conosce sei giovane. Dobra jeste. გაუმარჯოს. კაი ტიპი იყო რაღაცები. იარგი ხა რამოდენიმე წუთში მოვა ავტობუსი. ავტობუსით კი უნდა წავიდეთ სახლში. გამოდის რომ ეხა არის ბოლო დღე ამ სახლში ყოფნის, იტალიაში ყოფნის ამ პერიოდში რაც მოიაზრება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი საშუალება და ისეთი ბიძგი მომცეს რომ დედა ჩემი მომენახულებინა და ესეთი საშუალება რავი ყველას არ ეძლევა და ამ ხალხს რა თქმა უნდა დიდი მადლობა. არ სხვა რა სიტყვები შეიძლება თქვა და დავხარჯო მათ მიმართ, მაგრამ ეს დახარჯვა არ იქნება, ეს სიმართლის თქმა იქნება და რაც შეეხება სხვა დანარჩენს, როგორც ამ ხალხმა მომცა საშუალება რომ დედაჩემი გამეხარებინა, ისე მომცა ამ ვიდეოს გენერალურმა სპონსორმა, რომელიც არის კურსიჯი, მართლაც არ ვიცი რომ დამთანხმდნენ ამ იდეაზე და ამ ყველაფრის ასრულებაზე თან ასეთი საჩუქარი გააკეთეს, არ ვიცი, ცამდე ვარ მადლიერებით გამოცდილებენ ავტობუსამდე და წავალ ავტობუსს დედაჩემთან და აბა ბოლო 2 დღეს იტალიაში ყოფნისას დედაჩემთან გავატარებ. და გათენდა ჩემი იტალიაში ყოფნის მე-11 დღეც. გუშინ წინ მოვედი დედიგოსთან. აქ ვარ მეორე დღეა და დღეს მოვიდა წასვლის დღე. ეხლა არის 26 თებერვალი. პირველი ფრენა მაქვს 6 საათზე. ეხლა რაღაცას ვისაუზმებთ, ნივთებსაც ჩავალაგებ და შემდეგ უკვე ენცო მოვა ის ადამიანი, რომელიც ვიდეოში გაიცანით თავის მარანს რომ გვაჩვენებს. მოვა თავის მანქანით აგვიყვანს აეროპორტამდე, გაგვაცილებს, მერე დავიმშვიდობები დედაჩემს და იტალიაში მოგზაურობის 11 დღე დამთავრდა. მოგზაურობაც გამოვიდა, საერთოდ არ გეგმავდი რომ მოგზაურობა იქნებოდა, მინდოდა უბრალოდ დედაჩემთან ჩამოსულიყავი, მაგრამ იმდენი რაღაცა დაგროვდა და იმდენი რაღაცა მოხდა ამ პერიოდში, შეიძლება თამამად ითქვას რომ მოგზაურობა იყო. Buongiorno, ყველას გამარჯობა. დღეს არის 26 თებერვალი და დღეს ყოფილა გაფიცვა. იტალიელებს აქვს გაფიცვა, თვითმფრინავები, მატარებლები, ყველაფერი გაჩერებულია. დღეს მაგ არა დაფრენა. 2 ძამის წინ გესაუბრეთ რომ უნდა გავფრინდეთ, ვემზადებოდი თქო. ეხლა მომზადებულები ვართ. ვარგი ჩალაგებულია, ყველაფერი მზად არის, მაგრამ მაქსიმა დარეკა და გითხარ რომ გაფიცვა არისო და შეიძლება რაღაცა პრობლემა იყოსო წასვლასთან დაკავშირებით. გაფიცვა, მაგრამ მგზავრებს სახლში აქვს წასასვლელი. მე ალბათ იმ მგზავრების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც სახლში საერთოდ არ ეჩქარებათ, მაგრამ საქმე ასე მოითხოვს. დროებით მიწევს დედაჩემის აქ დატოვება და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება.
აქენცო არკვევს ყველაფერი რიგზია თუ არა და შესაძლებელია თუ არა ჩემი უპრობლემოდ სახში გამგზავრება და ყველაფერი რიგზე ყოფილა, რადგან ეს გაფიცვა ვიზიერს არ ეხება. ვიზიერზე არ ყოფილა თურმე პრობლემა არანაირი. ეს არის ჩემი. ესე გააკეთე. არ გავაკეთე, ბაში გავაკეთე. კაი, 11 დღე კი ვიყავი ახლა. 11 დღე კიდე მინდა რომ იყო. ჩამოდი, აწიგსა იქ. ეხლა ერთად რომ მიფრინავდეთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ კაი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ისიც დრო დაგიდგება რომ ერთად იქ დროებითია ეს ყველაფერი. სამალიოტი რო გაჩერდება მაშინ ჩამოდი. წინ ჩავჯდე, მალე ჩავა. აუცილებლად. თავი არ გამოხვდა იცოდე. მიყვარხარ. მეც ვიყავ. ჩინკინაცა. ყველაფერი კარგად იმსავრე. არაფრის არ მეშინია. ვაფშე არაფრის მადლობა ღმერთს რომ ასეთი კაი შვილი მყავხარ, მაგრამ ისში 12 საათი უნდა დაელოდო ის მიშლის ნერვებს. 12 საათი მიწევს ახლა ლოდინის შემდეგ ფრენამდე, მაგრამ არა უშავს, ეგეც გაივლის. მესიჯს რომ მოგწერე, მიპასუხე. დაგირეკავ, მიპასუხე, თუ არ გინდა არ გავგიჟდე. კაი, არ დავიძინო ესე იგი. დაიძინე ოღონდ. ხიზლად დავიძინე. ასე, შემოიხედე. ეს ჩანთა წინ გაიგე. შეიწყარებ. რა სატირალი? არა ვტირი. Grazie. Buon viaggio. Buon viaggio. Grazie. აქაური დრო ჯერ არის 11 საათი, 11 საკლია 7. საღამოს გათევა მომიწევს აქ. ეხლა არის დილის 4 საათი და დარჩენილი ამ ფრენამდე კიდე 4 საათი. ხალხს წინავს აქ და მე არ ვიძინებ. ამასობაში მაგრამ მომშვიდა და გამოიცანით აი ამაში რამდენიმე ვეცი. აი ამ რაღაცაში 8 ევრო. დაახლოებით რამდენი ლარი გამოდის? 24 ლარზე მეტი. არ გამსაჯოთ, მშია. ამდენი საათის ფრენების და ამდენი გადაჯდომის და ამდენი რეისის ლოდინის შემდეგ დაიშვერთ. რამდენი საათი გავიდა არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდე გზაში ვართ. 19:28. ეს პატარა მონაკვეთი ჩემი ცხოვრებიდან ამჟამად დასასრულს მიუახლოვდა. მე დაუბრუნდი ჩემს ხმაურიან ვარკეთილს, ხოლო ამით არაფერი დასრულებულა. პირიქით, ახლა იწყება. ჩემს გადაღმილ ხმას რაც შეეხება, ეხა არის ზუსტად 3 მარტი. დილის 4 საათია და დაახლოებით 1 საათი სამუშაო კიდე მაქვს დარჩენილი. სწორედაც რომ 3 მარტია და დედების დღეა. ყველა დედას ვულოცავ, რა თქმა უნდა, ამ მშვენიერ დღეს და მინდა რომ ყველა დედა თავის შვილთან იყოს და ყველა შვილი თავის დედასთან იყოს. როგორც დედები, ისე მამები ძალიან ბევრი არიან ემიგრაციაში, საკუთარი შვილები აქ ყავთ დატოვებულები და ძალიან გამიხარდება თუ ეს ვიდეო ვიღაცისთვის მაგალითი აღმოჩნდება, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, როგორიც არის თუნდაც იქ ჩასვლა და მათი მონახულება პატარა შეწუხების ხარჯზე. შეწუხება რა თქმა უნდა ბრჭყალებში. ჩემი მიზანი და გეგმა ამით არ დასრულებულა, ეს უბრალოდ დასაწყისი იყო. თავარი გეგმა და მიზანი რაც არის რა თქმა უნდა დედაჩემის უკან დაბრუნება. ეს იყო ერთგვარი დასაწყისი ამ
თავარი გეგმის. წარმატებები მე და წარმატებები თქვენ. ზუსტად 15 წუთის წინ, 20 წუთის წინ შევხვდით კურსი ჯის წარმომადგენელს და დაპირებული საჩუქარი გადმოგცეს. ეხლა უნდა გავაკეთოთ unboxing-ი. ოპა. ვითომ სუსტი ვარ? ხო, ისე, ჩვენ საყვარელ ადგილას ვართ. ჩემი და თამთა საყვარელი ადგილია ეს. ადგილი იდეაში ყველას გეცნობათ, მაგრამ აი, ეხლა მოვიდა unboxing-ის დრო. აბა. მე რადგან იტალიური უნდა ვისწავლო. აი ამას, ამ აიპას დავაყენებ იტალიურზე. იტალიანო. რაო? უკვე დავიგარგე. როცა გწოდნოდათ, მაინც მიხვდებოდით ახლა სად ვართ. ამას ახში გემოზე დავაწყობ. ყველაფერს ჩავწერ, რაც მჭირდება. სხვა რა შემიძლია თქვა, მადლობის გარდა. ძალიან დიდ პატივში ვარ და ეს იქნება ჩემი YouTube კარიერის დასაწყისი და წინ უფრო და უფრო დიდი გეგმები იქნება და კიდევ უფრო და უფრო მეტი სანახაობრივი ვიდეოები იქნება. და იმედი მაქვს, რომ რაც მაქვს ის გეგმა ჩაფიქრებული და რაც მაქვს დაწყებული, მაგას ძალიან მალევე მივყვან ბოლომდე. აბა დროებით.